ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში სამართალდამცავებმა 282 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ასეთია 1 წლის მონაცემი. განხორციელებული სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა შეაჯამა. ბელა ზაქაიძე გვიერთდება თემის დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში. ბელა, გისმენთ. სანამ ბოლო 1 წლის მონაცემებზე ვისაუბრებთ, მანამდე მოგაწვდით ინფორმაციას ბოლო 2 თვის მონაცემებთან დაკავშირებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგზე გაახმაურეს, როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა, ბოლო 2 თვეში 112 ადამიანი ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით 112 ადამიანი დააკავეს და მათგან 66 ნარკორეალიზების ბრალდებით არის დაკავებული. თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების გარდა ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე თურქეთის, ირანის, ინდოეთის, იორდანიის და უკრაინის მოქალაქეებიც არიან მათ მიერ დაკავებული ბოლო 2 თვეში. მისივე განცხადებით, სამართალდამცველებმა განახორციელეს საკონტროლო შესყიდვები და კონკრეტულ ლოკაციებზე მოხდა ნარკოტიკების დადება, ასევე ფარული გადაღება განახორციელეს ამ მოქმედებებით. გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარული კადრები, საიდანაც ჩანს, როგორ ყიდიან ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ ნივთიერებებს, როგორ იღებენ თანხას ამის სანაცვლოდ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგზე ითქვა, რომ პირადი ჩხრეკისას, ასევე ავტომანქანების და ბინების ჩხრეკისას, გარდა ნარკოტიკული ნივთიერების ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა, რომელიც თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით შესაძლებელია სავარაუდოდ მიიღეს ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად. გარდა ბოლო 2 თვის მონაცემებისა, რომელიც ახალია და ამ დრომდე არ იყო გახმაურებული, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგზე თეიმურაზ კუპატაძემ ბოლო 1 წლის მონაცემები შეაჯამა ნარკოტიკებთან დაკავშირებით საპოლიციო ღონისძიებების ჩატარებაზე, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, 282 ადამიანია ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2023 წლის 1 იანვრიდან დღემდე დაკავებული და როგორც ბრიფინგზე ითქვა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. Ემეცი, რავი, ბიჭო, როგორ ვიქნები ლომკიანე? კაიგე? თან დროში. კაია. დასინჯულია კაია. შენ არის ისაელი? მე ვიცი, მაგრამ იმეთ ხო არ ვიცი. 60. რა ამბავი? გასიშტოჩის უკანა მხარის ნახეო სადღაც მაგ. პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 112 პირი დააკავა, მათ შორის 66 ნარკორეალიზატორია. ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს ბრალად ედება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ასევე გასაღების მცდელობა და საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, უკრაინის, ინდოეთის, ირანის, რუსეთის და იორდანიის მოქალაქეები. ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე მათი ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკების შედეგად ნივთკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები. ბრიფინგზე ჩვენ ვკითხეთ თეიმურაზ კუპატაძეს ყველაზე მასშტაბური დაკავება, რომელი იყო 2023 წელს და როგორც მან აღნიშნა, სექტემბერში დააკავეს ირანის მოქალაქე, რომელმაც სატვირთო მანქანით შემოიტანა 80 კილო ჰეროინი. მადლობა ბელა. ბელა ზაქაიძე იყო პირდაპირ ეთერში.